ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა იმედი საიუბილეო კონცერტი გამართა. 5 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში ჩატარდა. ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი იმედი ქორეოგრაფ ზვიად ვაშაკიძის მიერ 2012 წელს დაარსდა. სტუდია 5 წელია ჭავჭავაძის 30 ნომერში, ყოფილი ბაზრის უნივერმაღის ამჟამინდელი ნაისის შენობაში ფუნქციონირებს. სტუდიაში ცეკვის ხელოვნებას 150 მოზარდი ეუფლება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სტუდიაში რეპეტიციები მხოლოდ და მხოლოდ ცოცხალი აკომპანიმენტის ფონზე ტარდება. ოთხი წელია დავდივარ. ძალიან კარგი ანსამბლი მყავს, მასწავლებლებიც, ბავშვებიც კარგად ეკონ. ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგი მასწავლებელია. დიდი მადლობა სუხდი ჩემს მეგობრებს და დიდი მადლობა ზვიადი მასწავლებლებს. ჯონი და იოანე წულენსკირები მეორე წელია დადიან ქორეოგრაფიულ ანსამბლში იმედში. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ სტუდიით, ანსამბლით, ხელმძღვანელებით, პედაგოგებით. რა ვიცი, ყველათი კმაყოფილი ვარ, უსურებ წარმატებებს. იმედის სამხატვრო ხელმძღვანელს ქორეოგრაფ ზვიად ვაშაკიძეს გასული წლის სექტემბრის თვიდან შეუერთდნენ ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფის რანგში ლევან ნუცუბიძე და ქორეოგრაფი ანა ჭინჭველეიშვილი. ქორეოგრაფებმა და სტუდიის აღსაზრდელებმა შეკრებილ საზოგადოებას მიმდინარე წლის ნამუშევარი 20 ივლისს წარუდგინეს. საიუბილეო კონცერტი ბოლო 4 თვის მანძილზე მომზადდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამტრედიის საზოგადოების სხვადასხვა ფენის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ქვეყნის მასშტაბით მოღვაწე ღვაწმოსილი ქორეოგრაფები, რესპუბლიკის სახალხო არტისტები, თენგიზ ურთქმელიძე, კოტენი ქაბაძე, ლია ხუნწარია, ქურუმი ჯეირანგოგინავა, რუსეთის დამსახურებული ქორეოგრაფი და პედაგოგი დიმიტრი სახელაშვილი, რუსეთის დამსახურებული პედაგოგი მარიკა სახელაშვილი, რესპუბლიკის ამაგდარი პედაგოგი ალთანდილ ლომთაძე, დამსახურებული ქორეოგრაფი და მუსიკოსი ელგუჯა ხუნდაძე, ყოფილი მოცეკვავე გურამ სიხარულიძის ანსამბლ სამტრედიას სოლისტი თემურ სიხარულიძე, არტისტი ზურაბ ყურაშვილი. სამტრედიაში მოღვაწე ქორეოგრაფები ალექსანდრე ბოხუა, სოსო შენგელია, ელგუჯა ნამიჭეიშვილი, მერაბ პაქსაშვილი, აკაკი ჩხაიძე, ალთანდილ კაცაძე, გაგუ თევზაძე და სხვები. გურული ფერხული ფარცა კუკუ ქართული სამაია ჯეირანი ხორუმი აჭარული განდაგანა ნარნარი ძველი თბილისი სურათები აჭარული განდაგანა სადარბაზო ქართული მოხეული ოსური სიმდი მთიელ ქალთა საზეიმო აფხაზური შარათინი კავკასიური სუიტა ანსამბლ იმედის მეორე მესამე მეოთხე და მეხუთე კურსელებმა ჯამში 14 ძეგვა წარადგინეს. როგორც მოგახსენებთ, ეს აღნიშნავთ ანსამბლის 5 წლის იუბილეს. საზოგადოების წინაშე წარდგენამ ანსამბლს პოპულარობა მოუტანა არა ერთი ფესტივალის გამარჯვებული
გრან-პრის მფლობელი, უბრალოდ ფიზიკურად არ გვეყოფა ეს ქრონომეტრაჟი ჩვენი კონცერტის, იმდენად დიდია ნუსხა ჩვენი ანსამბლის გამარჯვებების და საგასტროლო მოღვაწეობის. საღამო მიყავდა თბილისიდან მოწვეულ სტუმარს, რესპუბლიკის დამსახურებულ არტისტ ზაზა ალექსიძეს. რამდენიმე ფოლკლორული ნომრით გაამდიდრა ღონისძიება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებულმა ხალხურ საკრავთა ანსამბლმა ჩანგი, ხელმძღვანელი მერიტ კვაცირია. ღონისძიებას განსაკუთრებული შტრიხი შემოდა საცეკვაო ფორმებმა. კოსტიუმები შეიქმნა იმერეთის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალ გაზაფხულის რითმების დამფუძნებელი დირექტორის ნარგიზა კიბაბიძის დიზაინით. საიუბილეო ღონისძიებას აკომპანირებას უწევდა ორკესტრი ვიტალი ჩხაიძის და ეროსი უღრელიძის ხელმძღვანელობით. მაღალი საშემსრულებლო დონე, დახვეწილი ქორეოგრაფია, ცოცხალი აკომპანირება, მრავალფეროვანი რეპერტუარი და კოსტიუმები. ამ კომპონენტების ერთობლიობამ ჯამში მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია. 2 საათიანმა ღონისძიებამ სრული ანშლაგით ჩაიარა. დაახლოებით 6 თვეა რაც მე შევუერთდი ანსამბლი მეც მთელი სული და გული ჩავდი ამ 6 თვის განმავლობაში მეც ბატონმა ზვიადმაც ბატონმა ლევანმაც და დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ ვილოცავ იმეც 5 წლის იუბილეს და ვილოცავ ჩვენს ქორეოგრაფებს იმას რომ დაგვიფასდა ძალიან შრომა ბავშვებმა დაგვიფასეს ჩვენი შრომა და შედეგიანიც იყო რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა ყველას მშობლებს ბავშვებს და ყველას მობრძანებულ სტუმრებს დღეს აი ყველანაირი მოლოდინს გადააჭარბა ესეთი ლამაზი ღონისძიება ჩატარდა. მე მივესალმებ ბატონ ქალბატონთა ბატონ ქორეოგრაფს, ჩემს ვიადის, ჩემ ლევანის ქალბატონს და ესეთი ლამაზი ღონისძიება დღეს რო გააკეთეს და დღეს რო შექმნეს ეს ქართული ხელოვნების გენია, ეს სრულყოფილიყო სამტრედიაში. ულოცავ სული და გულით და წარმატებები სულ ქონდა. საიუბილეო კონცერტის დასასრულს საპატიო სტუმრებმა ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ იმედს საჩუქრები გადასცეს. მათ პედაგოგებს, ქორეოგრაფებს და დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა თქვენ პატივცემულო მშობლებო. რაც ბევრი გვეყოლება ასეთი მოცემაები, ჩვენი ქვეყანა უკუდავი იქნება. დიდი მადლობა. ულოცავ იმედს საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის სახელით, მისი თავმჯდომარის პროფესორ ბატონი რეზო ჭანიშვილის სახელით. წარმატებები, გამარჯვებები, მრავალჟამიერი. ჩვენ შევეცადეთ პირველ რიგში რომ გაგვეკეთებია მაქსიმუმი. ამისათვის ბევრი შრომა დაგვჭირდა. მე პირველ რიგში მადლობას ვეუბნები ბატონ ლევანს, მუცუბიძეს,
საქალბატონ ანა ჭინჭველეიშვილს და ყველა იმ მშობელს, რომლებიც კიდე ჩვენ გვერდში დადგნენ. მადლობას მეუბნები მუსიკოსებს, ყველა სრული შემადგენლობას და მადლობას მეუბნები ბავშვებს. ეს დღე იქნება ჩვენთვის ყოველთვის ჩვენს მეხსიერებაში აღსანიშნავი დღე და მადლობას მეუბნები ყველა მობრძანებულ სტუმარს. ბავშვებს რა უყურებ, ისე ანთებული არიან. ზო უყვართ ცეკვა, რაც თავარია იგრძნობა სიყვარული. სიყვარული და ეს არის დიდი ბედნიერება, როცა ყვავენ ბავშვები. და მადლობა მათ პირველ რიგში, მადლობა ქორეოგრაფებს. მადლობა მშობლებს, გადაუხადე მადლობა და უნდა იცეკოს საქართველოს. იმიტომ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი, ქართული ცეკვა. მე გახლავართ გიორგი კვანტალიანის მამი და დავდივართ ნაისთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლში იმედში. ძალიან კმაყოფილები ვართ, ბავშვი დადის 4 წელი. წარმატებები აქვს. დღევანდელი დღე ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა ზვიად ვაშაკიძეს და მის არსებულ გუნდს. მადლობა მშობლებს, რა თქმა უნდა, დიდი ენერგია გაწია მშობლებმა და ისედაც არ გამოდის ასეთი საქმე არასოდეს. თუ მშობლები არ დაუდგა გვერდში ბავშვებს, პედაგოგებს, ქორეოგრაფებს, არც ეს შემთხვევაში არ გამოვა დიდი შედეგი. და მე დარწმუნებული ვარ, მომავალ წელიწადს რახან ეს თებერვლის ბოლოდან დავიწყეთ ამ პროექტის შედგენა და რახან აქამდე მოვახერხეთ, მომავალ წელს 3-4 ჯერ მეტი შედეგი იქნება გარწმულებთებას. ძალიან დიდი შემოქმედება არის. მე მივესალმებ ყველა იმ ბავშვებს, იმ მშობლებს, რომელიც ეს იმყოფებოდა და ძალიან დიდი შემოქმედება დაგვანახავს მაყურებლებს. ძალიან მომეწონა და მომავალში ანსამბლი მერეთი ჩამოვა და მე მინდა რომ ყველა თვითონ ნომრით შოუერთეთ ერთმანეთს, გავდვათ როგორც გავდებით ჩვენ მეგობრული ხიდი, ასევე გავაგზავნოთ სამტრედია და სოჭას შორის. აუცილებლად მომავალ წელიწადს გესტუმრება ანსამბლი მერეთი მთელ სამტრედია, მთელ საქართველოს.